ყოველგვარ ზღვარცდება ამ სასულიერო პირთა ანტიქრისტიანული და ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადებები. მოგესალმებით. ზოგიერთი უდელსახურებიც კი ამბობენ, რომ თითქოს შიმშილობა ეს ანტიქრისტიანული მოქმედებაა და მე მინდა მათ შევახსენო, რომ ქრისტემ 40 დღე რო იმარხულა, ეს იყო შიმშილობა. პირველ რიგში შეიძლება მათ გონიათ, რომ ქრისტე იქ უდაბნოში სამარხო პროდუქტს ჭამდა, მაგრამ ეს სიცრუეა, 40 დღე მას არ უჭამია საჭმელი და ეს მოვლენა შიმშილობა არის ევროპული, ეს არის ქრისტიანული ცნობიერებიდან გამომდინარე და ამიტომაც როგორც ქრისტე შეებრძოლა ეშმაკს შიმშილობით, ისევე ესენიც ებრძვიან იმ სატანურ გამოვლინებას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება. რატო გვაყენებ შეურაცხყოფას? მე რამდენჯერ. ეს იმიტომ, რომ ეთქობა ბევრი გაპატიეს თან შენი მსახურების განმავლობაში. შენ როცა სხვა შეურაცხყოფ არაფერი არ არის და შენ როცა შეურაცხყოფილად როცა გზნობ თავს, ეს ტრაგედია ყოფილა და მთელი უბედურება. ზოგიერთი სასულიერო პირებს ვის გულისხმობ ჩვენ, შენთან ვინც არ არის, ხო? შენთან ვინც არის, იმას არ იგულისხმობდა. შენთან მთელი ეკლესია არ არის, რო იტყვიან. და ეს ერთი, მეორე, შენ იტყულები, ეხლა ცრუობ. არანაირი შიმშილობა არ არის მარხვა. შენ ცული ქრისტეს სიტყვებს და შენ ანტიქრისტიანულად შენ ლაპარაკობ, იმიტომ რომ ქრისტე ამბობს სხვანაირად, შენ ამბობ სხვანაირად. ქრისტემ ბრძანა ოდენ ლოცვითა და მარხვითა, რომელიც შენ არ გიყვარს სამწუხაროდ, 30 წელი არ გილოცია და უფალმა ეს თქვა ლოცვითა, პირველად თქვა ლოცვა, მერე თქვა მარხვა. შიმშილობა საერთოდ არ არის ნახსენები. ეს ტერმინი გამოსაკანებელი რო ყოფილიყო, ძალიან ბევრჯერ გამოიყენებოდნენ წმინდა წერილში, სხვადასხვა ადგილებში. არცად არ წერია, არც პატერიკებში, არც წმინდა ცხოვრებებში არ წერია. პირიქით არის ყველაფერი.